კალიფორნიის გული, სიერა ნევადას მთებში ჩაკარგული იოსემიტეს ხეობა. ეს ადგილი ამერიკული ბუნების დაცვის სიმბოლოა. ჯერ კიდევ 1864 წელს პრეზიდენტმა ლინკოლნმა ეს მიწა ხელშეუხებლად გამოაცხადა, რათა ადამიანებს მისი პირველყოფილი სილამაზე შეენარჩუნებინათ. ეს მონოლითი ელ კაპიტანია, მსოფლიოში გრანიტის ყველაზე დიდი ვერტიკალური კედელი. თითქმის 900 მეტრიანი აბსოლუტური სიცარიელე, რომელიც მთელი მსოფლიოს ალპინისტებსა და ექსტრემალებს იზიდავს. აქვე ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ეშვება, რომლის ხმაც მთელ ხეობას ესმის. იოსემიტი არ არის უბრალოდ ლამაზი პარკი, ეს არის გრანიტის, მყინვარებისა და ველური თავისუფლების სამყარო. იოსემიტეს გრანიტის კედლებიდან გზა საქვოიების ტყისკენ მიგვიწვის. აქ ხვდები, რომ სამყაროს სხვა დროის აცვლა აქვს. ეს გიგანტები ათასობით წელია აქ დგანან. მუნჯი მოწმეები იმ ისტორიისა, რომელიც ჩვენამდე დიდი ხნით ადრე დაიწერა. საკმარისია იოსემიტეს ყინულოვანი ტბები და მწვანე ხეობები უკან მოიტოვო, რომ სულ რამდენიმე საათში ბუნება სრულიად სხვა, სასტიკ და გრანდიოზულ სახეს იღებს. იწყება კალიფორნიის უდაბნო, უსასრულო გზა, სადაც ჰორიზონტი ნისლში კი არა, სიცხისგან ალიბლებულ ჰაერში იკარგება. ეს არის გადასვლა სიცოცხლის სიმრავლიდან აბსოლუტურ სიმარტოვემდე. ჩვენ ვიმყოფებით ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალ წერტილში, ზღვის დონიდან 86 მეტრით დაბლა. ეს არის სიკვდილის ველი. გზას იუტას შტატისკენ ვაგრძელებთ, ზიონისა და ბრაისის კანიონები, წითელი ნავახოს ქვიშაქვის კანიონები, რომლებიც ცას ებჯინებიან. ეს ათასობით ნარინჯისფერი და ვარდისფერი კლდოვანი სვეტის ჰუდუების ამფითეატრია. გო სხვა პლანეტაზე მოხვდით, სადაც ბუნებამ ქვისგან ნამდვილი სასახლეები გამოაქანდაკა. შემდეგი გაჩერება არიზონაა, ანტილოპეს კანიონი, ნავახოს ტომის წმინდა მიწა. აქ ქარისა და წყლის საუკუნოვანმა ცეკვამ ქვიშაქვის კედლებს საოცარი, ტალღოვანი ფორმები მისცა. მიწისქვეშა ლაბირინთებში შემოპარული მზის სხივები კი ნამდვილ ჯადოსნურ სანახაობას ქმნის. იქვე ახლოს მდინარე კოლორადოს კიდევ ერთი საოცრება, ცხენის ნალის ფორმის გრანდიოზული მოსახვევი. კლდის კიდეზე დგომა და ამ სიმწვანისა და წითელი კლდეების კონტრასტის ყურება სუნთქვას აჩერებს. იუტასა და არიზონას საზღვარი. ჩვენ შევდივართ მონუმენტების ველზე. ეს არ არის უბრალოდ მორიგი ლამაზი ლოკაცია, ეს ამერიკული დასავლეთისა და თავისუფლების ნამდვილი სიმბოლოა. სწორედ აქ ამ წითელ ქვიშაზე შეიქმნა მსოფლიოს წარმოდგენა ველურ დასავლეთზე. ჯონ ფორდის კლასიკური ვესტერნებიდან დაწყებული თანამედროვე საკულტო ფილმებამდე. ჰოლივუდმა ეს ადგილი თავისუფლების მთავარ დეკორაციად აქცია. და ჩვენი გზის კულმინაცია, დიდებული გრანდ კანიონი, სივრცე, რომელსაც საზღვარი და დასასრული არ გააჩნია. აქ ხვდები, რატომ მოდის ხალხი აქ ასე შორიდან. არა მხოლოდ სურათების გადასაღებად, არამედ იმისთვის, რომ უბრალოდ დასხდნენ ამ უსასრულობის წინაშე, გადახედონ მილიარდობით წლის ისტორიას,
გაჩუმდნენ და ცოტა ხნით ყველაფერი დაივიწყა. only chance to leave.